მშვიდობა მაყურებელს ეს ნიშნავს თუ არა რომ ის თქვენი მერობის კანდიდატი იქნება, როდის მოხდება მისი პრეზენტაცია, ანუ დაგვიდასტურეთ ეს ინფორმაცია და შემდეგ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. It's me მესმის რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესია ამ თემის ირგვლივ და ძალიან ვაფასებ თქვენს კითხვას, თუმცა ამავდროულად არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. ჩვენ ვნახეთ თავად ზაალ დუმაშვილის განცხადება, რომელმაც დიახ ღიად განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. მე ამავდროულად შემიძლია ვთქვა, რომ მე ნაციონალური მოძრაობა მიმაჩნია ერთადერთ ძალად, სადაც ადამიანები, ვისაც აქვთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ვისაც სურთ რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, სწორედ ამ პარტიაში უნდა მოდიოდნენ და აქ უნდა ხედავდნენ მათ პოლიტიკურ მომავალს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ნამდვილად არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პარტიისთვისაც, მერობის კანდიდატისთვისაც პირადად და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. გასაგებია ჩვენ დაველოდებით, ვიდრე ოფიციალურად დასახელდება ის მერობის კანდიდატად და შემდეგ ვისაუბრებთ, რატომ არაპოლიტიკური სახე და რატომ პოპულარული სახე ასეთი არჩევანი გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ და უნდა მას ოპოზიციაში ლიდერის სტატუსის შენარჩუნება თუ კიდევ სხვა უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე. დიდი მადლობა თინა ბოკუჩავას, ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. დღის ამბები ამით დასრულებულია. თქვენ საღამოს 8 საათზე გელოდებათ ინგა გრიგოლიას რეაქცია. რამდენიმე წუთში კი ახალი ამბები ეთუნა ინც კირველთან ერთად. ჩვენ ხვალ 2 საათზე შევხვდებით.